უმნიშვნელოვანესი დებატები იყო დღეს. დიახ, დღეს გაცილებით უფრო მკვეთრი და ხისტი პოზიციები იყო გამოხატული ევროპარლამენტის მიერ. ჩამოვაყალიბებდი ამას სამი უმთავრესი პუნქტის სახით. ერთი არის ის, რომ მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, ევროკომისიას და ლიდერებს, ანუ ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებს, როგორც ერთიანობას, როგორც საბჭოს, რომ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურად ცნობს. ეს უკვე გაჟღერდა რამდენიმე მონაწილის მიერ, ისინი ამბობდნენ, რომ ამ პარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ ეს არჩევნები, ოქტომბრის არჩევნები არ არის ამ პარლამენტის ლეგიტიმური არჩევნები, ანუ მის მიერ შემდეგ დანიშნული მთავრობა და ასე შემდეგ. ყველა არალეგიტიმურია. თქვენ ეს ჯერ ნათლად არ გითხოვთ, როგორც ლიდერთა საბჭოს, რადგანაც თქვენი დემოკრატიის უკუსვლა ასე შემდეგ ყველაფერს შეაფასეთ, მაგრამ არა ეს. და ითხოვენ, მოკლედ, ევროკავშირის ამ აღმასრულებელი ორგანოსგან, საბჭოსგან, ლიდერთა, რომ დაფიქსირებული იქნას არალეგიტიმურობა დღევანდელი მთავრობის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ჩემთვის. მეორე ეს არის სიამაღლობელი და სხვა პოლიტიკური თუ სინდისის პატიმრები, მათი უპირობო განთავისუფლების მოთხოვნა, რომელშიც სხვათა შორის უერთდება მათ უკვე ევროკომისია და დანარჩენი ევროსტრუქტურები, როგორც იცით, იმიტომ რომ ასეთი აზრი გააჟღერა ასევე ევროკომისარმა. და მესამე ეს არის, რა თქმა უნდა, სანქციების საკითხი, რომელიც ისევ წესრიგში დგას, ისევ ივანიშვილი და მისი, ასე ვთქვათ, ქართული კოშმარი, როგორც უწოდეს. რამდენად ეს არალეგიტიმურობის საკითხი, რომელიც ფიქრობ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ამ ბრძოლაში რა ბრძოლაშიც იმყოფება და ერთ-ერთი ქვაკუთხედი ალბათ ამ 50 დღიანი ბრძოლის 26 ოქტომბრის შემდეგ. ეს არალეგიტიმურობის ცნობა რამდენად რეალურია, როგორ ფიქრობთ, უბრალოდ რამდენად რეალურია, რომ ამ რეზოლუციამ ეს რეზოლუცია იყოს ტონის მიმცემი, რომ მართლაც ეს არაღიარების პოლიტიკა დაამაგროს და ეს შედეგი მიიღოს თუნდაც პროდასალურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა, რომელიც რეალურად ბევრს აკეთებს ამისთვის. ეს არის უმთავრესი, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის პირდაპირ საკანონმდებლო აქტები, როგორცაც ამერიკული სენატი იღებს, ხო? ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც არის რეკომენდაციის სახით გაწეული აღმასრულებელი ორგანოსის, მაგრამ ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. მაგალითად ის ფაქტი, რომ დღეს ჯერ ეგეთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სწორად ძალიან ბევრი გამოსვლილი გამოვიდა, ანუ დიდი დებატი იყო, რაც მიუთითებს იმას, რომ დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში რა ხდება ევროკავშირში. მეორე ის, რომ შემდეგ ამ ადამიანებისგან გამოსვლილი ადამიანების უმრავლესობა მოუწოდა ამ არალეგიტიმურობის დაფიქსირება, ეს იმას ნიშნავს, რომ და ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ბალტიის ქვეყნებმა და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა, სანქციები უკვე დაადო ივანიშვილის რეჟიმს და ითხოვს მოკლედ ევროპარლამენტარების უმრავლესობა, ვინც გამოვიდა, რომ დანარჩენმა ევროკავშირის ქვეყნებმაც მათ მიბაძონ და ევროკავშირმაც როგორც ასეთმა ეს სანქციების პოლიტიკა განახორციელოს. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგივე ლიდერთა საბჭო უკვე ვეღარ გააკეთებს იმას, რომ ელემენტარულად წავიდეს ასე წინააღმდეგობაში იმ თქვათ მისი წევრების ძალიან რამდენიმე ქვეყნის უკვე განხორციელებული პოლიტიკისადმი, ან და თლიანად ევროპარლამენტის პოლიტიკისადმი, იმიტომ რომ ევროპარლამენტი არის სწორედ მათ მიერ არჩეული დემოკრატიული ორგანო და მათი მთავრობის, რა თქმა უნდა, წევრები შედან ევროპარლამენტში. ანუ ეს არის უმთავრესი ქვაკუთხედი ეს რეზოლუცია. შემდეგ რა თქმა უნდა, ახლა მიაღწევენ თუ არა, როგორც ევროკავშირი სანქციების დადებას მეორე საკითხია, იმიტომ რომ იქ ორბანმა შეიძლება დაულოკოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყანათა უმრავლესობა ასეა განწყობილი სახეზეა. და უბრალოდ ახლა, რა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ითხოვენ აი ამ ახალი რეზოლუციით, მოითხოვენ, რომ ევროკომისიამაც ეს არალეგიტიმურობას ხაზი გაუსვას, ანუ ამ შემთხვევაში კაია კალასისგან იყოს ეს ხაზგასმა და ასევე ლიდერთა საბჭოსგან. ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, ყველა ის რაც დისკურსი, რაც უკვე მოვისმინეთ გამოსვლა თვით იმ ევროკომისრის მიერაც, რომელსაც თქვენ ვიკა წეგან უკვე აცნობდით მაყურებელს. ეს უკვე აშკარად არის არალეგიტიმურობა. იქ სიტყვა არ ახსენა, მაგრამ ყველაფერი ახსენა ის, რასაც სწორედ ევროპარლამენტი ითხოვს, მაგრამ ევროპარლამენტმა მოსთხოვა მეტი კონკრეტიკა, რაც ძალიან კარგი არის.
და მზია ამაღლობელზეც მინდა კითხოთ, აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი გვარსახელის ხსენება, ხო, ევროპარლამენტარების მიერ და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს кейსი და ეს შემთხვევა ამ შემთხვევას უკიდურესად სერიოზულად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და დღეს თქვენ იცით ალბათ ეგ ამბავი, რა თქმა უნდა, ცხადია გეცოდინებათ, რომ კიდევ ერთი შანსი მისი გათავისუფლების, ასე ვთქვათ, ერთგვარად დაიკარგა, ის აგრძელებს შიმშილობას 4 მარტამდე. ხო, როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს რეზოლუციაში პირველი სინდისის პატიმრის, პოლიტიკური პატიმარი ქალის და ჟურნალისტის აი ამ ფორმულირებით გაჩენამ? ეს უბრალოდ ძალიან ამძიმებს ქართული ოცნების кейს, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტში და ევროსტრუქტურებში. უზომოდ ამძიმებს, იმიტომ რა თქმა უნდა, თავრესი მძიმე სიტუაცია ამჟამად ხდება საქართველოში, მზია ამაღლობელის თავს და მთელი ერია მისი სოლიდარული, მე ესე მგონია, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ძალიან კარგად ხედავენ და ძალიან მკვეთრად აფასებენ აქაც ევროპარლამენტში, იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო, მზია არის სიმბოლო ამ რეჟიმის აი დანაშაულებრივი სახის, რაც აქ ამ რეჟიმს უკვე და რაც გამოამჟღავნა, იმიტომ რომ მართალია ყავს რამდენიმე ათეულობით ასეთივე სინდისის პატიმარი, მაგრამ მზია ამაღლობელის შემთხვევა არის ძალიან ადვილად გასაგები ნებისმიერი ლამბდა ჩვეულებრივი ევროპელი მოქალაქისთვის, იმიტომ რომ მათი დეპუტატი გამოდის, ხო, ხორვატი, წეღან თუ გერმანელი, თუ იქნება სხვა რომელიმე, თქვა იგივე ფრანგი, ხო? და რომელიც ამბობს, რომ აქ მზია ამაღლობელი შიმშილობს, ეს არის სინდისის პატიმარი, ეს არის პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი. ევროპელისთვის, ნებისმიერ ევროპელისთვის უკვე გასაგებია რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. აღარ არის საჭირო ახსნათ, რა რეჟიმია. უბრალოდ ამის შემდეგ უკვე უნდა გააკეთოთ მოთხოვნა. უპირობო განთავისუფლება ამ ადამიანის და სხვა დანარჩენი ასე არასამართლიანად დაპატიმრებული დანაშაულ ადამიანების და შემდეგ სასწრაფოდ ახალი არჩევნები. აი ეს იყო მთავარი მოთხოვნები და რა თქმა უნდა ამას დაემატა სამცირება ივანიშვილის და ამ რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის მიცემა. კი ბატონო, ძალიან